ადამ და ევა რითი დაიწყო საერთოდ, ხო, დაიწყო ვაშლით. ეს ძალიან უცნაური დღე მაქვს. ჩვენ ამ მიმართულების პიონერები ვართ საქართველოში. ეს მართლაც აუცილებლია. წავიდეთ ახლა სიდრებთან. მოვსინჯეთ თავი ინდუსტრიაში, სიდრის მიმართულებით, გამოგვივიდა, ჩვენ მივატოვეთ თბილისში ყველაფერი 3 წლის წინ და ჩამოვედით და ვართ აქ და ვცხოვრობთ აქაურობით. და ჩვენ მოგქონდა ვაგროვებდით ამას და მე ამისგან ვაკეთებდით ავეჯს. ძირითადად ჩემი საქმიანობა გახლავთ მწვანე ბიზნესი. სიდრი არასოდეს გამისინჯავს და პირველად ვაგემოვნებ. განსხვავებული და ძალიან გემრიელია. ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარია სიდრის კლუბი ბაზარეთის დამფუძნებელი ბატონი ზაალ ხილაძე. გამარჯობა ბატონი ზაალ და ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის ამ შესანიშნავ გარემოში. მადლობა თქვენ მოგზაურობისთვის. ბატონო ზაალ, პირველ რიგში მინდა ვისაუბროთ თქვენს მთავარ იდეოლოგიასა და мотиваციაზე. ერთგვარად ეს მწვანე ბიზნესია, ბჭყალებში რომ ვთქვათ. საიდან დაიწყო ამაზე ფიქრი? კი ბატონო, მწვანე ბიზნესი ჩემში დაიბადა. ჩემი დაბადებიდან დაიწყო, იმიტომ რომ ყოველთვის მიყვარდა ბუნება, სამყარო, გეოლოგი გახრავართ მე, გეოფიზიკის მიმართულებით და თანდათან უკვე დავფიქრდი საკითხებზე, რომელიც უფრო გლობალურია, დავფიქრდი იმაზე, როდესაც ასაკში შევედი, მე უფრო ბიზნეს ასაკში როცა შევედი, დავფიქრდი იმაზე, რომ ეყოფა კია ეს ენერგია ამ ჩვენს დედამიწას, რომ შემდგომში მოხდეს შემდგომი თაობების ორგანული წესით გამოყვება. გვაქვს კი რაიმე პასუხი ჩვენ იმაზე, რა ჩვენ შვილებს რომ გავცეთ, რომ რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ არ მოხდარიყო კატასტროფები და ასე შემდეგ და აი აქედან მივედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ აგვერჩია მიმართულებად მწვანე ბიზნესი. ჩვენ რამოდენიმე ბიზნესს ვოპერირებთ და ყველგან იდეოლოგია არის დაბალი ემისიები, ენერგოეფექტურობა, გამწვანება, ნარჩენების მართვა და ასე შემდეგ. აი ეს იყო ძირითადად ჩემი мотиваცია. რატომ სიდრი და საიდან ინსპირაცია, რომ ყოფილიყო კონკრეტულად აი ეს სასმელი? სიდრი, იმიტომ რომ სიდრი არის ვაშლის პროდუქტი. ვაშლი კი ისეთივე ენდემურად ისეთივე ქართულია, როგორიც არის ყურძენი. შემდგომ ვაშლს აქვს ძალიან დიდი ძალა. აი სადღეგრძელოს თვითონ ხო ვიძახით წყალის ძალა მოგწეს ღმერთმა. აი ჩვენ ვამბობთ ვაშლის ძალა მოგწეს ღმერთმა. მოდი გავანალიზოთ რატომ. ადამ და ევა რითი დაიწყო საერთოდ, ხო? დაიწყო ვაშლით. არქიმედე აი იყო ინსპირაცია, იყო ვაშლი. ეფლი კორპულაცია, ხო, იყო ვაშლი. და აი ჩვენც გახდა მიზეზი აი ამ ჩვენი ასე ვთქვათ სიდრის წარმოების ვაშლი. ანუ ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ჩვენ დავფიქრდით იმ საკითხზე, რომ ძალიან ბევრი ვაშლი საქართველოში არ გადის ბაზარზე, ძალიან ბევრი პროდუქტი რჩება გაუყიდავი და ამან დაგვაფიქრა და აი აქედან გამომდინარე მივედით იმ იდეამდე, რომ გვეწარმოებინა სიდრი და გამოგვივიდა. თქვენი წინამორბედი საქმიანობები რას მოიცავდა და იყავით თუ არა იგივე იდეოლოგიით გამსჭვალული სხვა მიმართულებითაც? ძირითადად ჩემი საქმიანობა გახლავთ მწვანე ბიზნესი. ჩვენ საკონსულტაციო კომპანია ვართ. პირველი რაც ჩვენ მწვანე მიმართულებით დავიწყეთ, ეს იყო მწვანე მშენებლობა. პირველი მშენებლები ვართ, რომელიც ამ მიმართულებით დაფიქრდნენ და დაიწყეს. ეს დაახლოებით 15 წლის წინ მოხდა. ჩვენი ადამიანები ვართ, ვინც ააშენა პირველი რეგისტრირებული მწვანე შენობა თბილისში, შემდგომ მოვიდა ეს შენობა, რაც არის და ამის შემდგომ დავფიქრდით ინდუსტრიებზე, უკვე როგორ შეიძლება იმ მწვანეს ეს გადავიდეს ყველაფერი ინდუსტრიებში. იმიტომ რომ არის შორი ახლო წარსულში მიიღო დადგენილება მთავრობამ საქართველოს ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონით და იქ არის პირდაპირ ნაჩვენები იმაზე, რომ ინდუსტრიებიც უნდა დაემორჩილონ ამ მწვანე წესს და ჩვენ დავფიქრდით ამაზე, როგორ შეიძლება მოდელები გავაკეთოთ ისეთი, რომ მწვანე ინდუსტრიები ვაჩვენოთ ადამიანებს და
გავხსენით აი ეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც არის მწვანე ინჟინერინგის ცენტრი, ესე ქვია ჩვენ. ძირითადად გადაწყვეტილებებს ყიდით ჩვენს კლიენტებზე. მოვსინჯეთ თავი ინდუსტრიაში, ამ სიდრის მიმართულებით, გამოგვივიდა კიდევ რამოდენიმე მიმართულებით ვართ მწვანე ჰორეკას სექტორს ვემსახურებით, აქაც სადეგუსტაციო ცენტრი და საკვები და ეს ორგანულია ყველაფერი. მიმდინარე პროექტი გვაქვს, რომელსაც ვაშენებთ ახლა, ეს არის ენერგოეფექტიანი ღუმელების საწარმო და თვითონ აი ამ მწვანე ტექნოლოგიების მაკომპლექტირებელი საწარმო აქედან ძალიან ახლოს, აი ამ ადგილიდან, სადაც ჩვენ ამას ვაკეთებთ. ჩემი ძირითადი საქმიანობა არის გამოწვევების გადაწყვეტა, ისეთი ბიზნესები, რომლებიც ვიღაცისთვის უინტერესოა, გავხადო საინტერესო ყველასთვის და მივიდეთ აი ამ მწვანე გადაწყვეტილებებით ესეთ მომგებიან ბიზნესებად. მაყურებლისთვის ალბათ საინტერესო იქნება ცოტა უფრო მეტად რო ჩავშალოთ, რას ნიშნავს მწვანე შენობა, რას გულისხმობს მშენებლობის პროცესი და რაზე არის ორიენტირებული. მწვანე შენობა ეს არის კარგი პრაქტიკით წარმოდგენილი შენობა, რომელიც პრაქტიკულად როგორიც უნდა იყოს შენობა, ასე ვთქვათ. ეს ჩვენ შევმოსეთ ესეთი ტერმინით მწვანეთი, თორე ჩვენ სხვანაირს არ უნდა ვაკეთებდეთ, მხოლოდ ასეც უნდა ვაკეთებდეთ. ის შენობა, რომელსაც თავისი ექსპლუატაციისა და შენებლობის პროცესში აქვს შემცირებული ზეგავლენა გარემოზე. მაგალითად, ჩვენ თუ ვაშენებთ და ვაკეთებთ ექსკავაციას გარკვეული გრუნტის და გაგვაგზის ძალიან შორს ადგილიდან, მაშინ ჩვენ ზემოქმედებთ გარემოზე. თუ ცემენტი ან ბეტონი მოგვაქვს არა მიზანშეწონილი მანძილი და მშენებლობის პროცესში, აქაც ზემოქმედებთ, იმიტომ გამონაკლისები გვაქვს. გათბობა-გაცების სისტემები თუ გვაქვს ისეთი, რომ ზომაზე მეც ვხარჯავთ ენერგიებს, აქაც გადახარჯვები გვაქვს და ზემოქმედებთ გარემოზე. აი ამის ყველაფრის გათვალისწინება სამშენებლო პროცესებისა და მისი ექსპლუატაციის პირობებში ენერგოეფექტიანობა, ნარჩენების მართვა, გარემოზე ზეგავლენის შემოქმედება, ჯანსაღი გარემოს შენობის შიგნით, ეს ყველაფერი აისახება მწვანე შენობაში და ჩვენ ამ მიმართულების პიონერები ვართ საქართველოში. ესე იგი, თქვენ მაქსიმალურად მოიხმართ ბუნებრივ ენერგიას, რაც ამავდროულად თქვენს გეხმარებათ ხარჯების მინიმიზაციაშიც. კი, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ შევამციროთ მოხმარება ენერგიის და გადავიდეთ განახლებადი ენერგორესურსების მოხმარებაზე, ისეთი როგორიც მზეა. მოგეხსენებათ, რომ მზეის ენერგია ეს სხვა პლანეტიდან მოსული ენერგია, ჩვენს დედამიწის ენერგობალანსში საერთოდ არ მონაწილეობს მზე. ამიტომ ის საინტერესო ენერგოწყაროა ჩვენთვის. მაქსიმალურად ვცდილობთ ნარჩენები გამოვიყენოთ. მაგალითად, ახლა ამ შენობაში ჩვენ ამ წუთას დაახლოებით 1500 კვადრატზე ვართ განთავსებულები და ვიყენებთ თხილის და ნიგზის ნაჭუჭებს, კაკლის ნაჭუჭებს, იმის გასათობად მზესთან ერთად კომბინაციაში. ვცდილობთ, რომ გამოვიყენოთ ისეთი მეთოდოლოგიები, რომლებიც არაწიაღისეული საწვავზეა, მარჩენები მართოთ სწორად, ეფექტურად, რომ არ არსებობდეს. რა სასმელია სიდრი და მაინტერესებს ამას, როცა იწყებდით, თუ გქონდათ ინფორმაცია საქართველოს ბაზარზე, რამდენად დიდი იყო მასზე მოთხოვნა? ეს ინფორმაცია იყო ნეგატიური, რომ საქართველოს ბაზარზე არ იყო დიდი რაოდენობა მომხმარებლის. ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ, რომ დაგვეწყო სიდრი. რა არის სიდრი? სიდრი არის ვაშლის წვენის ფერმენტაციის შედეგად მიღებული დაბალალკოჰოლური სასმელი, რომელიც პრაქტიკულად ძალიან სასიამოვნოა და ძალიან კარგი არის, ბევრი დადებითი თვისებები აქვს მას ჯანმრთელობისთვის. წარმოების პროცესიც დაახლოებით გავს ღვინის წარმოების პროცესს, აქაც ალკოჰოლური დუღილია, ვინაიდან თვითონ ვაშლში როგორც პროდუქტში შაქარი ნაკლებია, ამიტომ ალკოჰოლის დაბალი აქვს სიდრს, რაღაც 4-4.5 არაც ხდება ხოლმე თავისი ბუნებრივი. ჩვენ ბუნებრივი წესით ვაკეთებთ ამას, იმიტომ ჩვენ მწვანე იდეოლოგიის კომპანია ვართ და ძირითადად არც საფუარებს ხმარობთ და თვითონ რასაც გვაძლევს საშუალებას ეს
ნაყოფი აი ამაზე ვრჩები. ეს გახლავთ ჩვენი სიდრის საცავი, ეს გახლავთ მწვანე შენობა, პერმაკულტურის მეთოდით აშენებული. ანუ იგივე მიწით არის აშენებული, რომელიც აი აქ ჩვენ ფუნდამენტიდან მოვაგროვეთ გათხრის დროს. ეს ჩვენგან მარჯვნივ გახლავთ ბოთლში ფერმენტაციის პროცესი მიდის. ეს ზოგი 3 თვის წინ დაიწყო, ზოგი 6 თვის წინ დაიწყო. მარცხნივ ეს გახლავთ პროცესი, რომელიც მიმდინარეობს უკვე აი ამ უჟანგავ კასრებში. ეს კეგებში განთავსებულია აი ეს ხელით ჩამოსასმელი ფრეშ სიდრი. ჩვენ სიდრთან ერთად ცხოვრობთ, მე და ჩემი ოჯახი. აქ ვართ, აქ ვიღვიძებთ, აქ ვიძინებთ, ამეთი ვცხოვრობთ. სრულად გადმოხვედით ოჯახთან ერთად. კი, ჩვენ მივატოვეთ თბილისში ყველაფერი 3 წლის წინ და გადაწყვეტილება მივიღეთ, იქ რამდენიმე ბიზნესიც ჰქონდა, ისიც გავყიდეთ და ჩამოვედით და ვართ აქ და ვცხოვრობთ აქაურობით, ავსამყოფთ ამ ტბით. ასე რომ ჩვენ იქით არაფერი არ დაგვიკარგავს თბილისიდან წამოსვლით, პირიქით, შევიძინეთ ახალი სახეები, ახალი მეგობრები, სტაფი სულ ადგილობრივია ჩვენთან. არაჩვეულებრივი გარემო. კი, ძალიან ჩვენთვის საინტერესო გარემო და ამბობენ რომ მათთვისაც ვინც სტუმრობს. ჩამოყავს პერიოდულად ჩვენ ტრეინერები, რომლებიც თქვათ, აი მაგალითად ეს სიდრის მიმართულება ჩვენმა ფრანგმა კოლეგებმა დაგვეხმარენ და იმათ დაგვალაგებინეს. სომელიეც ფრანგი იყო, იმან ასწავლა ამათ. ჩვენი შეფმზარეული, რომელიც სამთვეში ერთხელ ჩამოდის, გერმანელია, მისი მეშვეობით მოხდა სწორედ აი ამ საკვების ჰარმონიზაცია. დღეს ძალიან უცნაური დღე მაქვს. ყველაფერს პირველად ვაგემოვნებ. ეს გახლავთ ვაშლის ქაფის წვნიანი კრევეტებით. ეს მართლა საოცრებაა. გადავწყვიტეთ სადეგუსტაციო სივრცე გაგვეკეთებინა აქვე, სადაც ახლა ჩვენ ვართ. რამდენი ადამიანი ყავთ დასაქმებული? 17 ადამიანი მუშაობს. ადგილობრივი, აი ეს იძულებით გადაადგილებული პირები არიან, მეზობლად ცხოვრობენ ესენი. ქარხანაში გვერდზე მეზობელ საწარმოში 50 ადამიანამდე მუშაობს. ნედლეულს საიდან მოიპოვებთ? ნედლეული ახლოს არის აქ ჩვენთან გორის რაიონში ვაშლი ბევრი იშოვება, შაშანდახლებ 300 ტონა ნედლეული მივიღეთ, ჩავიბარეთ გლეხებისგან. ვაშლის გარდა ვყიდულობთ ქლიავი, ატამი, მსხალი, დიდი რაოდენობით, იმიტომ სხლის სიდრსაც ვაკეთებ. მოკლედ ნედლეულს შოულობთ, არ გვაქვს პრობლემა, იმიტომ რომ ეს არის კონვენციონალური პროცესებისთვის განკუთვნილი ნედლეული, ეს არ არის ფრეშ მარკეტისთვის, ანუ რაც რჩებათ გაუყიდავი, აი ეს ნედლეულია ეს პრაქტიკულად და ხალისით გვაბარებ. ანუ რეალიზაცია არ ხდება მარკეტებში და მაღაზიებში. ვერ ხდება ჯერ, იმიტომ რომ პროდუქტი ახალია, გამოწვევა, ბაზარმა არ იცის, იმიტომ რომ მე რომ სიდრი დავდო ძალიან ნაკლებად რომ ვინმე ეს ამიტომ არის რომ საერთაშორისო ასპარეზზე საერთაშორისო ასპარეზზე უფრო კარგად გვაქვს საქმე პრინციპში. ანუ ექსპორტზე გაგაქვთ. ყავს უცხოეთში მოხმარებელი კი მოწონთ. ძირითადად მიშლენის რესტორნებში მივაკითხეთ ჩვენ, იმიტომ რომ გვირჩი ეს რომ იქ არის უფრო ამისი ადგილი და მოეწონათ იქაურ სომელიებს და გვითხრეს რომ ეს რაღაც არც ნორმანდიულია, არც ის არის რაც ინგლისია, არც ფრანგულია, ეს რაღაც განსხვავებულია. თავიდანვე აღნიშნეს რომ ეს სრულად ოჯახური ბიზნესია. საწყისი კაპიტალიც, ესე ვთქვათ, ოჯახის ბიუჯეტიდან იყო თუ ვთქვათ, ჰქონდათ სხვადასხვა სახსრები, საიდანაც მოხდა ამ ბიზნესის დაფინანსება. ნუ ეხლა ეს ოჯახური ბიზნესია, ჩვენ აი ეს სიდრს თუ უყურებთ, სიდრს წინ სხვა ბიზნესები ახლა, ხო? კი, კი ბატონო. და იმ ბიზნესების შვილობილია ეს სიდრის წარმოება. სამშენებლო ბიზნესში ვიყავით თავიდან იმის წინ კიდეს რამოდენიმე წარმოება ჰქონდა, შესაფუთი მასალების წარმოება ჰქონდა, ხე-ტყის გადამამუშავებელი წარმოება ჰქონდა, მშენებლობა და შემდგომ განვითარდით უფრო და იყო ბიზნესები, იყო წარმატებები, იყო ასე ვთქვათ ჩავარდნებიც და მაგრამ ჩვენ ეს გავიარეთ და დღემდე მოვედით აი ასე. ამ სიდრისთვის ჩვენ რაც შეეხება საწყისი კაპიტალი ჩვენივე გენერირებული თანხებიდან მოვიტანეთ და მეგობრების დახმარებით შევძელით ამისი გაკეთება. რატომ ბაზალეთი? ანუ ამას კონკრეტული რაიმე მახასიათებელი აქვს თუ უბრალოდ შემთხვევითობის პრინციპით მოხდა ამ ადგილის არჩევა? ხო, არ ვიცი, იცით რა, შეიძლება ბევრნაირად გაქცეთ პასუხი და ყველაფერი სწორი იქნება რა. რასაც გეტყვით, ყველაფერი მართალი იქნება, იმიტომ რომ იმდენი ფაქტორი იყო აქ, რომ ყველაფერი მართალია, რასაც ვიტყვი რა.
ნუ ბაზარეთ იქიდან რომ ლანდშაფტი აქვს საინტერესო, წვანე გარემოა, ახლოს არის თბილისთან, მოგწონდა ეს ადგილი, ჩვენ ხო წვანე ბიზნესი ვართ არა. ნუ ხალხი ადამიანები სასწაულად კარგებია, გარშემო და ხარდამჭერები ბევრი. და აი ეს იყო ძირითადი ის რომ ჩვენ აი მოგვეწონა ადგილი, გარემო, სივრცე, ჩვენ რო აქ მოვით არაფერი არ იყო მაშინ. ჩვენ აქ დაახლოებით 12-13 წლის წინ შევისყიდეთ ეს მიწის ნაკვეთი და ფაქტიურად ნულიდან დაიწყეთ. ხო, აქ არაფერი არ იყო და დავიწყეთ და აი დაგვაფიქრა მაგ საკითხებმაც რომ ეს უნდა ხდებოდეს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებით ეს ყველაფერი, არ უნდა ზიანდებოდეს გარემო, არ უნდა მოხდეს ზეგავლენა. ციტატი მიზეზებიდან გამომდინარე, რაც მე გითხარით, რომ ჩვენ შეგვეხედებოდეს თვალებში ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილიშვილებისთვის, როდესაც ისინი იტყვიან, რომ ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენ დღეს როგორც ასეთები, აი ესეთი ორგანულები ყოფილიყავით დღემდე. მე მეგონა ყოველთვის რომ 60 წლის პენსიაში გავიდოდი, ნავში ჩავშდებოდი ბაზარეთზე და გავცურავდი და მივხვდი 60 წლის არა ვარ ჯერ, მაგრამ უახლოვდები და ხვდები რომ ჩემი საპენსიო ასაკი მე მგონი 80-მდე უნდა გადავიტანო ნამდვილად რა. ხო რა. სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი საპენსიო ასაკის დროს? აუ, აღარ წარმომიდგენია საპენსიო ასაკში ჩემი თავი, არ მინდა, ვერ ვეგუები მაგას. აქტიური ხართ. აი, ხო, მინდა ვიყო ესეთი აქტიური უკვე. ვეღარ ვეგუები მაგას, ვერ გავჩერდები. სიტრს აქვს თუ არა რაიმე კონკრეტული შეფუთვის წესი? რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია. ხო, სიტრს თუ შუშხუნას სიტრს აკეთებ, ის აუცილებლად უნდა იყოს სპეციალური ხუფით, რომ არ მოხდეს გახსნის წესი, უნდა იცოდნენ, უნდა გააციო და ესე გახსნა, თორე შეიძლება ჭარბი გაზი იყოს შიგნით დაგროვილი. ეს ორგანულზე ვლაპარაკობ, თორე თუ შენ კონვენციონალად ამას აყენებ, იქ არ გექნება კონფლიქტი, მაგრამ ჩვენ ხო ორგანული გვინდა ყველაფერი და ჩვენ გვინდა ისეთი ბუნებრივად კარგად წარმოჩენილი პროდუქტი. ამიტომ აქვს ამის წესი გარკვეულად. არა ისეთი რთული, დიდი არაფერი რა. სხვა სასმელსაც ამზადებთ ამის გარდა? კი, გვაქვს სხვა პროდუქტი, ძმარი გვაქვს, კასრებში და ვავარგებთ ამ ჩვენს ძმარს. ჩვენ სპეციალურად ამისთვის ვაკეთებთ ხოლმე წვენს, ანუ ისე არ არის რომ ღვინო გაგიბუჯდა და ძმარი გააკეთე, ან სიდრი გაფუჭდა და ძმარად გადაგცეს, არა. ჩვენ ძმარს ვაკეთებთ, პირდაპირ ძმარს ვაკეთებთ იმ წვენისგან. ვერონას წესი ქვია იმას, რომელთაც ჩვენ ვამზადებთ, ამას იმიტომ ვაორთქლეთ შიგნიდან ზედმეტ სითხეს და მის ბაზაზე. კი, გვაქვს ეგ. გვაქვს კიდე დისტილატებს ვაკეთებთ, იმიტომ რომ აი ეს დისტილატის წარმოება ძალიან ბევრ ენერგიებს მოითხოვს და ვთქვათ, იქვე შეიძლება გაციება, გათბობა ერთად გამოიყენო და ეხლა ზამთრის პერიოდში ვცდილობთ რომ დისტილატი გავაკეთოთ, იმიტომ რომ იმ ნარჩენ ენერგიას უკვე სახლის გასათბობად გმარობ და ამიტომ ჩვენთვის კარგი პროდუქტია და მე დიდხანს ინახება ეს პროდუქტი და კარგად იყიდება. ჩვენი ჯინი გვაქვს, ვააგროვებთ ასეც ქვია, ქართული ჯანი ქვია ამ ჩვენ პროდუქტს. ვააგროვებთ აი ამ ღვიას მთაში მოგვაქვს და იმითი ვაკეთებთ ჯინს, სხვადასხვა კომპონენტებს, კლიავი, ძირა, რაღაცებს უმატებ და კარგი გამოვიდა, იმიტომ რომ აქ ჩვენმა ფრანგმა სომელიემ ივაშკაცა და აი ძალიან კარგი რეცეპტი დადო. ისეც არანაკლებ საინტერესო მიმართულებაა. კი, სხვა შორის ამ დისტილატებშიც პრაქტიკულად ყველა ხილის დისტილატი გვაქვს დაწყებული, ვაშლი, მწყალი, ატამი, ციტრუსების დისტილატები გვაქვს, თხილის დისტილატი გვაქვს, კიდე ნიგზის, ნუშის, ხელოვნი იყო. გრადობა ხო ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ამიტომ ბევრი ყვახი ჭირდებოდა ამ ხელოვნით და ყვახის დისტილატს ვაკეთებთ ახლა, იმიტომ რომ ხომ არ გადავყრით იმას. მარტო ის ხო არ არის დეკორაცია რა, შიდა არსიც უნდა ქონდეს. კი, იჟირულათაც ასე ვართ, ყველაფერი შინაარსი აქვს. აი არც მაგალითად ჩადრევანია ეგერ, ხო? ეს ჩადრევანიც იმიტომ არის ამ წუთში, რომ გარკვეულ ადგილზე გაციება გვჭირდება ღვინის და ზედმეტად იქიდან ვაციებთ, კი. კი, ყველა რაც რასაც აქ უყურებთ, ყველაფერს თავის ავეც თუ აკვირდებით, ყველაფერი მეორადი მასალით არის გაკეთებული და ძალიან ორიგინალური. კი, როდესაც ჩვენ ვაშენებდით წვანმშენებლობას, ძალიან ჩვენი ბევრი კლიენტი გვეუბნებოდა, მომაშორე ეს კარები აქედან არ მომწონს, მომაშორე ეს ჟანგიანი
რკინა რაღაც არ მომწონს ისახდა და ჩვენ მოვქონდა ვაგროვებდით ამას და მე ამისგან ვაკეთებდით ავეჯს ვაკეთებდით რაღაც ვიყენებთ ეხლაც ვიყენებთ დიდი ესეთი ჯართის მთები გვაქვს წარმოებაში და მივადგებით იქიდან ვარჩევთ ხოლმე და რაღაცებს ვაკეთებთ კი თავალი გადავავლეთ თქვენ სოციალურ ქსელსაც და იქ აღმოაჩინე რომ აი გასტრობარში რომელიც აქ არის წარმოდგენილი გაქვთ სხვადასხვა მიმართულებით აქტივობები მუსიკალური კინოჩვენებები ასე რომ თქვათ ამ თვალსაზრისითაც ხართ საკმაოდ აქტიურები. კი, ჩვენ შაბათი არ გავა და დასვენების დღე არ გავა, რომ მუსიკალური საღამო არ მოვაწყოთ. აი, ნამდვილად არ მეგონა თუ მუსიკაშიც რაიმეში ვივარგებდი, ტაშის დაკვრას კი არ ვიცოდი ბავშვობაშიც ესიერად. კი, გვაქვს, აი სიდრს დავფიქრდით ამაზე ჩვენ, რომ აი რა უხდება სიდრს და გადავწყვიტეთ, რომ ვინაიდან სიდრი არის აი ესეთი აკადემიური ვინტაჟური სასმელი, ამასაც მოუხდება ისეთი მიდგომა, რომელიც აი ჩვენ გვაქვს ესეთი სლოგანი ტრადიციებიდან ინოვაციებამდე და აი ეს ჩავდეთ ამაში და გვაქვს ელექტრონული ფოლკი. ანუ ჩვენი მუსიკოსი, რომელიც აქ ყველა შაბათ-კვირას მიქსავს ელექტრონულად და ელექტრონული მუსიკის საღამოს ასწავლებს, ამას ყველაფერს აკეთებს. ხან ფანდურით, ხან სხვადასხვა ჩვენი ქართული, ხან დოლით, ხან ფარდურით, ხან სალამურით, ფორტეპიანოთი და ასე შემდეგ და ამას ურევს. ესე იგი ყველაფერი ჰარმონიაში გაქვთ, სასმელი, საკვები, გარემო, მუსიკა. ხო, აი ერთმანეთში იყოს გადასვლები და ეს ხო ენერგიის მუდმივობის კანონი, ეხო სიმწვანის მაჩვენებელია რა, უნდა რას ამბობს ენერგიის მუდმივობის კანონი, რომ ჩაკეტილ სამყაროში არაფერი არ უნდა იკარგებოდეს, უნდა გადაიდეს ერთი სახიდან, მეორე სიცივე უნდა გადავიდეს სიცივეში, სიცივეს ითბოში თუ დავდივართ რაღაც მექანიკური ენერგია, კინეტიკური პოტენციური და ასე შემდეგ და აი ამას ვცდილობთ რომ განვახორციელოთ და ცირკულარული ეკონომიკაც ხო ამისი ნათელი მაგალითია ენტროპია ხო და პრაქტიკა ენერგოეფექტურობაც იგივეა ენტროპიის შენარჩუნება ხო დახურვა ერთ სივრცეში და რაღაცა და ამას ყველაფერს ჩვენ აი ესე ვცდილობთ რომ ესე ვაკეთოთ ყველაფერში სპეციალისტები არა ვართ არა გამოდის რომ ყველაფერში ვერ ყვევით რა ხანდახან. ბატონო ზალდა ბოლოს გკითხავთ. გავიგე უკვე რომ საპენსიო ასაკამდე ჯერ შორია, მაგრამ რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? კი, გვაქვს გეგმები, ნუ რაც მიმდინარე გეგმებია, ნუ სიდრის კლუბი მეტად თუ ნაკლებად გავიდა რაღაც მაჩვენებელზე და მუშაობს. ეხლა მთელი ჩვენი ენერგია კონცენტრირებულია ამ განახელებადი ენერგო გენერაციის, ანუ ქარის, ბზის, დედამიწის სითბოს და სხვა გამოყენებაზე და ამისთვის სპეციალური მაკომპლექტებელ ქარხანას ვაშენებთ აქ ძალიან ახლოს ბაზარეთის ტბასთან. ამის შემდგომ კიდევ გვაქვს კონცეპტუალური ხედვები, რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივ ჰიდრომააკუმულირებელი სადგურების გაჩენასთან. ამას გეტყვით უცბად არის ნერვიულად. ხო, შეგავჩნიეთ რომ ეს მადამაც არისო საჭიროდ წარმოდგენილი. ეს არის აი მაგალითად ბაზარეთის ტბა, ხო ეს ტბა ხო იკლებს თანდათან არა? ჩვენ ვცდილობთ რომ დაუბრუნოთ ის თავის ბუნებრივ მაჩვენებელს და დაუბრუნოთ ისე რომ გამოვიყენოთ ის როგორც მააკუმულირებული შემნახველი ენერგიის, ხო? ჩვენ ხო ვინახავთ ენერგიას რაღაცას რეზერვუარში, რაღაცას წყალსაცავში და ანუ ეს გადავაქციოთ ბუნებრივ წყალსაცავად, ანუ ესეთი იდეა მოსირევს, როდესაც იქნება წყალდიდობები, ამოვიტანოთ აქ განახლებადი ენერგოსაშუალებები წყალი მზის ელექტროსადგურის მეშვეობით მოვათავსოთ ტბაში აქედან არის გადადინების ბუნებრივი საშუალება მომიჯნავე სოფლების ირიგაციაში გაუშვა ზაფხულში ეს წყალი და დღის განმავლობაში არავიდან დავამატოთ და პიკური დროს დავაბრუნოთ უკან ისევ ელექტროენერგიის საშუალებით ასეთი პროექტი არის უკვე ჩვენ თავში დავიწყეთ ფიქრი, ისიც კი შევისწავლეთ, რომ 24 ასეთი ტბაა, მისი პოტენციალიც განსაზღვრეთ, საკმაოდ დიდი CO2-ის შენახვის პოტენციალი აქვს, ანუ შემცირების პოტენციალი აქვს ამ მიმართულებას და ვფიქრობთ ინტენსიურად ამ მიმართულებით, ეს ცოტა არ არის, კიდევ რაღაც იდეები გვაქვს, რომელზეც ჯერ არა ვართ ფორმირებული მთლად და ვფიქრობთ, რომ ოშტრაში ეს ცოტა არ არის. ნამდვილად. მაგრამ ესე იგი მეც ველოდებით. ხო მეტი გვინდა, იმიტომ რომ იქნება ეს აპენსიო ასაკი კიდე გაგრძელდეს რა. კი, გვინდა ნამდვილად გვინდა. ვერჩედებით. დიდი მადლობა და ძალიან ბევრ და დიდ წარმატებას გისურვებთ. მადლობა თქვენ. ვაშლის ძალა მოგცეთ ღმერთმა.